დილამშვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდალაძე. უთო საქართველოს დამემართებაში მოსკოვის მექანიზმს აქტიურებს 24 ქვეყნის გაწყვეტილებით. ჩვენს ქვეყანაში ექსპერტთა ჯგუფი გამოიგზავნება, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას შეისწავლის. რა პრეცედენტია ეს და რა გავლენა შეიძლება უთოს ექსპერტთა დასკვნამ ქართულ პოლიტიკაზე იქონიოს. მაშასე ამ და სხვა საკითხებით ვიწყებთ ზუსტად ერთ წუთში, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. ფასებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო სამუშაო კომისია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ყობახიძის ხელმძღვანელობით დღეს ნავთობ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. ფასებთან დაკავშირებით პრემიერი უკვე შეხვდა სააფთიაქო ქსელების და ფარმაცევტთა ასოციაციის წარმომადგენლებს. აღნიშნულ ფორმატში შეხვედრები ასევე გაიმართა ქართველ მწარმოებლებთან და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთანაც. სამეგრელო ზემოსვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში მსგავსი დანაშაულისთვის არაერთხელ ნასამართლები ორი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღებულ ინფორმაციას მოსალოდნელი ინსპექტირების შესახებ შპს ფერმერთა სახლის მმართველს აწვდიდა. ამ ქმედების მიზანი იყო კომპანიას თავიდან აერიდებინა მოსალოდნელი დაჯარიმება. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ევროპულ ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი მელაშვილია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ გვესტუმრეთ. გამარჯობა, მისალმები მაყურებელს, მადლობა. ბატონ გიორგი, აი დავიწყოთ უთოს 24 წევრის გაწყვეტილებით გააქტიუროს მოსკოვის მექანიზმი, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ექსპერტული მისია შეიქმნას. ხა, როგორც ვიგებთ, ეს მექანიზმი იქმნება უფლებრივი კუთხით უკიდურესად გართულებული ვითარების შემთხვევაში, როცა სხვა მექანიზმები აღარ მუშაობს და საჭირო ხდება გარედან კიდევ უფრო ძლიერი ჩარევა. აი მოდით პირველ რიგში გითხარით რა ისტორია აქვს მოსკოვის მექანიზმს, ანუ რომელ ქვეყნებთან მიმართებაში მომხდარა აქამდე მისი ამოქმედება, რა კატეგორიის ქვეყნები იყო ისინი და შესაბამისად საიდან სად გადაინაცვლა საქართველო. ძალიან ტრაგიკული არის, მოდი დავიწყოთ იმით, რომ ამ მექანიზმის ამოქმედება საქართველოსთან მიმართებით. პირველი, იმიტომ რომ ქვეყანა, რომელსაც აქვს ევროკავშირის წევრობის ამბიციები, ქვეყანა, რომელსაც აქვს დემოკრატიულობაზე ამბიცია, როდესაც ხდება მოსკოვის მექანიზმის ყურადღების სფეროში, ეს ნიშნავს იმას, რომ არის ფუნდამენტური პრობლემები, რომელიც არის არა მხოლოდ რაღაცა გადაცდომები, იმიტომ რომ გადაცდომები ყველა ქვეყანაში არსებობს, ბუნებრივია, მაგრამ თუ ხდება მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება, ეს ნიშნავს, რომ გადაცდომებზე აღარ საუბრობთ იმაზე, რომ არის ფუნდამენტური სისტემური ხარვეზები და მართველი პოლიტიკური ძალის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. მოსკოვის მექანიზმი არის ეუთოს მეორე მექანიზმი, რომელიც ამოქმედება საქართველოსთან მიმართებით უკანასკნელ პერიოდში. პირველი იყო ვენის მექანიზმი, რომელიც გულისხმობდა კომუნიკაციას მთავრობასთან და მთავრობის პოზიციის გაგებას გარკვეულ საკითხებთან მიმართებით. როგორც ჩანს, არადამოუკიდებელი კომუნიკაცია შედგა და ახლა უკვე მოხდება მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება, რომელიც აღარ ითვალისწინებს უშუალო კომუნიკაციას, სავარაუდოდ რა თქმა უნდა მოხდება, მაგრამ ეს არ იქნება მთავარი ამ ანგარიშის მომზადებისას. მთავარი იქნება რეალური ადგილზე არსებული სიტუაციის შეფასება და ამ შეფასებაზე დაყრდნობით უკვე ახალი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმებთან მიმართებით ამ სიტუაციის შეფასება. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ერთ დღეში გაკეთებული ანგარიში, ამას დაჭირდება გარკვეული დრო, თუმცა ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ ძალიან ნაკლად დავინახავთ ყველა იმ სისტემურ გადაცდომას, რომელიც ქართულ ოცნებას გააჩნია საქართველოში ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით. იქნება ეს შეკრების თავისუფლება, იქნება ეს აზრის გამოხატვის თავისუფლება, იქნება ეს ზოგადად ადამიანის უფლებების მდგომარეობა, რომელიც ვხედავთ ყოველდღიურად, რომ სავალალო არის და ყოველდღიურად ახალი საკანონმდებლო
დრაკონული მექანიზმები შემოაქვს ხო, აი სწორედ ამ კონტექსტში გეტყვით რა შეფასებები ისმის პოლიტიკურ სპექტრში საქართველოში მიმდინარეობს ახალი საბჭოთა კავშირის შენების პროცესიო, ეს არის პოლიტიკური სექტორის ცალკეული წარმომადგენლის შეფასება. რამდენად იზიარებთ საერთო ჯამში, ანუ საით მივდივართ, კიდევ ერთხელ რომ დაგისვათ ეს კითხვა და არ ვიცი, რატომ სურს, მოდით ამასაც კითხავთ, ქართულ ოცნებას დაბრუნება წარსულში და არა ვთქვათ სვლა მომავლისკენ, დემოკრატიისკენ და ისეთი სამყაროსკენ, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია და არა დარღვეული. მე არ ვიზიარებ ამ შეფასებას, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირზე გაცილებით უარესი კანონები არის მიღებული ბოლო პერიოდში. საბჭოთა კავშირისთან შედარებით ის დრაკონული კანონები, რომელიც მიიღეს ახლახან, საერთოდ არ არის მოსატანი. ჩვენ უფრო ახლოს ვართ ამ კანონებით ჩრდილოეთ კავკასიასთან, ჩეჩნეთთან, კადიროვის მიერ აგებულ რეჟიმთან, ან ცენტრალური აზიის დიქტატურებთან, სადაც ადამიანის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს. მე მგონი ჩვენ არ გვაქვს ბოლომდე გააზრებული რამდენად დამანგრეველი არის მთელი ეს გაგიჟებული პრინტერის კანონები, რომელსაც იღებდა ქართული ოცნების ხელისუფლება ბოლო პერიოდში. ეს არის სრულიად განადგურება სიტყვის აზრის გამოხატვის თავისუფლების, ზოგადად დემოკრატიული პრინციპების და ეს ყოველივე საერთოდ შეუთავსებელი არის არა მარტო რაღაც ევროპაზეც კი რომ არ ვილაპარაკოთ, დემოკრატიის ფუნდამენტურ ფასეულობებთან და საბაზისო თავისუფლებებთან, რომელიც უნდა გააჩნდეს ყველა ამ კვირაში დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე აუცილებლად გკითხავთ იქამდე კი ეს თემა მოსკოვის მექანიზმთან დაკავშირებული საკითხი რომ შევაჯამოთ. ეხლა სკეპტიციზმი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნება ასე ვთქვათ ხელგაშლილი შეხვდება და შეეგებება ეუთოს ექსპერტთა მისიას, მასთან ითანამშრომლებს და შემდეგ უკვე მის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. ამიტომ ბევრი ფიქრობს, რომ ეუთოს ანგარიში უფრო დაიწერება სხვებისთვის, რომ ეს იქნება გზავნილი იგივე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ დასავლური ქვეყნებისთვის, რათა შესაბამისად ქართული ოცნების ნაბიჯებს სათანადო ნაბიჯებით დაუპირისპირდნენ. აი ამ კუთხითაც მინდა გკითხოთ, რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს, რომ თუ კი ქართული ოცნება ეუთოს ექსპერტთა მისიის რეკომენდაციებს არ შეასრულებს, ამ ანგარიშის საფუძველზე ოცნების წინააღმდეგ მოქმედებაში უკვე დასავლური სამყარო მოვიდეს. მოდით შევხედოთ სხვა ქვეყნებს, რომელთან მიმართებითაც ამოქმედებულა მოსკოვის მექანიზმი მანამდე. ეს არის ბელარუსი, ეს არის რუსეთის ფედერაცია, ეს არის ცენტრალური აზიის რესპუბლიკები, მანამდე ეს იყო ბოსნია და ჰერცეგოვინა, სადაც საერთოდ გენოციდი მიმდინარეობდა, ასე რომ ძალიან აშკარა არის რა რეაგირება შეიძლება ჰქონდეს დასავლეთს, მაგალითად იგივე ბელარუსის გამოცდილების დაღმავით. თუ მოხდება ქართული ოცნების გაფორმება როგორც ავტორიტარული, ანტიდემოკრატიული რეჟიმის და რა თქმა უნდა ამ დასკვნაში ძალიან დიდი ალბათობით ზუსტად ეს იქნება ასახული, ეს იქნება შესაძლებლობა ჩვენ დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ აამოქმედონ სხვა გაცილებით უფრო ეფექტური მექანიზმები, მათ შორის სასანქციო, ვიდრე ის მექანიზმები, რომელიც მოქმედებს ახლა ამ ბოლო პერიოდში. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ სავარაუდოდ ამ ანგარიშის გამოქვეყნების დროისთვის, ეს ტერმინით ეს უნდა იყოს აპრილი, მაისის შუალედი, შეიძლება ოდნავ უფრო გვიან. ჩვენ დავინახავთ, რომ უნგრეთში უკვე ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და ძალიან დიდი ალბათობით ვიქტორ ორბანი ამ არჩევნებს წააგებს. შესაბამისად, უნგრეთი, რომელიც აქამდე ბლოკავდა ევროკავშირის საერთო ქმედებებს ქართულ ოცნებასთან მიმართებით, მათ შორის სასანქციო უნგრეთი როგორც ხელის შეშლილი ფაქტორი აღარ იარსებებს. ნამდვილად. და აქედან გამომდინარე, გაცილებით უფრო გაუმარტივდებათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს სათანადო რეაგირება მთელ იმ მავნებლობებსა და სიგიჟეებზე, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდში. კეითილი, რაც შეეხება უშუალოდ გრანტებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, აი ქართულმა ოცნებამ, ხა ისტორიას რომ გადავხედოთ, ვიცით რომ ორჯერ მიიღო ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის შესახებ კანონი თავისი რეესტრით, შემდეგ იყო უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ეგრეთ წოდებული ფარას მიღება, ამის შემდეგ კი თვითონ გრანტების შესახებ კანონი გაამკაცრეს და გრანტების მიღება დაუქვემდებარეს მთავრობას. აი ამ ნაბიჯების შემდეგ, როგორ ფიქრობთ, რატომ უწევთ კიდევ ახალ-ახალი კანონების მიღება და მისი კიდევ უფრო მეტად გამკაცრება? ანუ აი, რას ისჭირდებათ მეტი
რეპრესიულად შეფასებული ზომები. ქართული ოცნება არის ავტორიტარული ძალა თავისი ბუნებით, რომელსაც სურს ტოტალური კონტროლის დამყარება ქართულ საზოგადოებაზე. ამიტომ ისინი ცდილობენ, რომ უფრო და უფრო მეტად რეპრესიული კანონმდებლობა მიიღონ. ამავდროულად მათ ძალიან კარგად ესმის, ყოველ შემთხვევაში არ ვიცი ზუსტად ვინ წერდა ამ კანონს, მაგრამ ვინც იღებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მათ ესმით, რომ ამ კანონებით ქართული საზოგადოების გატეხვა და დაშინება ბოლომდე ვერ გამოსცეს. იღებენ სულ უფრო და უფრო მეტ რეპრესიულ კანონს, მაგრამ ხედავენ, რომ მადამი ჯერ ელექტორალური მხარდაჭერა კლებულობს და მეორე ზოგადად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ ქართული ოცნება არის ავტორიტარული პოლიტიკური პარტია, რომელიც ცდილობს ტოტალური კონტროლის დამყარებას. რომელსაც არის დემოკრატია არის მნიშვნელოვანი, არის ადამიანის უფლებები და საერთოდ უნდათ გადაგვაქციონ შუა აზიის მაგვარ დიქტატურად, ან არ ვიცი, კადიროვის ჩეჩნეთთან. ამიტომ ცდილობენ ჩაქოლონ ყველანაირი თავისუფალი სივრცე. ამიტომ აერთიანებენ ახლა უნივერსიტეტებს, ეს მორიგი მავნებლობა, რომელსაც ადგილი აქვს და რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს განათლებასთან. ამიტომ ცდილობენ, რომ ყველანაირი საერთაშორისო კავშირების კრიმინალიზება მოახდინონ და გადააქციონ საქართველოს პატარა სოფლად, სადაც არის ერთი სუპერმარკეტი, ერთი უნივერსიტეტი, ერთი პარტია და ასე შემდეგ. ანუ აი ამ მენტალობასთან გვაქვს ჩვენ რეალურად დღეს შეტყინება, რომ საქართველოს იქნება ან დემოკრატიული და თანამედროვე და ნორმალური ქვეყანა, ან გადაიქცევა აი ესეთ შუა აზიის მაგვარ დიქტატურად, სადაც არც ეკონომიკა არ ვითარდება, არც ბიზნესი არის თავისუფალი, ბიზნესი თავისუფლებას საერთოდ ზედმეტი არის საუბარი, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შედის კომპანიებში და ცდილობს ფასების კონტროლს ამ გზით, რაც საერთოდ ეკონომიკასთან კავშირში არ არის, რა თქმა უნდა. და ამავდროულად ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან ბევრი შოუ იდგმება. იგივე ფასებთან დაკავშირებით ეს ხომ არ არის რეაგირება იმ ფუნდამენტურ პრობლემაზე, რომელიც აქვს ქართულ საზოგადოებას ფასების ზრდის სახით. ეს არის უბრალოდ მორიგი შოუ, რომლის მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ პური და სანახაობა. პურს ვერ ქმნიან და ამიტომ ცდილობენ, რომ სანახაობით გადაფარონ ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაში. კეთილი, აი განათლების რეფორმა რადგან ახსენეთ, გუშინ გახდა განათლების სამინისტრო, ზოგადად მთავრობის გაწყვეტილება ცნობილი, ორი ყველაზე ისეთი ხანგრძლივი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე. აი იქნება ახსნათ, რატომ იწვევს კითხვებს ის პროცესი, რომელიც წამოიწყო მთავრობამ განათლების სამინისტროს ხელით. რატომ ხრჩებად განცდა, რომ ეს რეფორმა არ წაადგება განათლების ხარისხის და მეცნიერული კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას. მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის განცდა, ეს არ არის რეფორმა, ეს არის განათლების მავნებლობა, რასაც ადგილი აქვს და რის შესახებაც ჯერ საერთოდ ყოველად გაუაზრებელი არის ორი ასეთი უნივერსიტეტის შერწყმა. ანუ არანაირი მომზადება არ არის საერთოდ მონაცემთა ბაზების გაერთიანება, ანუ სულთა ტექნიკური საკითხების მოგვარებასაც როგორ აპირებენ. ამ მავნებლობას აქვს სამი ძირითადი მიზანი. პირველი ეს არის ფულის გამოთავისუფლება, პირდაპირ გვითხრეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, რომ მათ უნდათ უნივერსიტეტების კორპუსების გაყიდვა, არ ვიცი, რისთვის და კორპუსების მორიგი კორპუსების მშენებლობა რატომ გახდა აუცილებელი. პირდაპირ გვითხრეს, რომ მიზანი არის თანხების შემცირება და განათლებაზე ნაკლები ფულის დახარჯვა, ანუ ეგრეთ წოდებული ფსევდო ოპტიმიზაცია და მესამე ეს არის იმ აკადემიური პერსონალის გათავისუფლება, რომელიც დღემდე ცდილობს, რომ დაიცვას ივანე ჯავახიშვილისეული ტრადიცია ქართული განათლების დასავლური კავშირები და ზოგადად ის დემოკრატიული ღირებულებები, რომელიც უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს. არანაირი გამართლება, არანაირი გააზრება, არანაირი კომუნიკაცია განათლების ექსპერტებთან ამ თემაზე არ ყოფილა და შესაბამისად ვერანაირად ვერავინ ვერ ასაბუთებს მთელი ამ დროის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ ერთი განათლების ექსპერტი ვერ იპოვა, რომელიც ამ მავნებლობას დაიცავდა. ესეც მე მგონი აშკარად მეტყველებს, რამდენად პრობლემურ მავნებლობასთან გვაქვს ჩვენ საქმე და სხვა შორის თვითონ სეტეუს რექტორსაც გაწყვეტილების წინა დღეს უბრალოდ ოფიციალური ბრიფინგის წინა დღეს გაუგია გაწყვეტილების შესახებ და აკადემიურ საბჭოს საერთოდ ministris ბრიფინგიდან შეუდგია თესეუსთან სეტეუს გაერთიანების საერთოდ ანუ როგორ შეიძლება ორი უნივერსიტეტის გაერთიანება ეს ფაქტი თუნდაც აი მხოლოდ ეს ფაქტი რა პრობლემებს აჩვენებს ამას საუბრობ ზუსტად როგორ შეიძლება უნივერსიტეტების გაერთიანებაზე საუბარი უნივერსიტეტების სენატის აკადემიური საბჭოების
გადაწყვეტილების გარეშე. არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა და მე ძალიან მიკვირს იმ პროფესურის, რომელიც იბრძოდა უნივერსიტეტის ავტონომიისთვის, ახლა ამ გადაწყვეტილებას რომ იღებენ მათი ყოველგვარი ჩართულობის გარეშე და ჩუმად არიან. ანუ უბრალოდ სამარცხვინო არის, მე ვიტყოდი, იმ აკადემიური პერსონალის მდუმარება, რომელსაც გონია, რომ ამ რეფორმის შემდეგ ექნებათ, არ ვიცი, 10,000 და 100,000 ლარიანი ხელფასები, ოქროს სკამები და რეალურად იქნება ოქროს გალია. უმრავლესობა, აი მალაქია ტოროშელიძე იყო ესეთი პერსონაჟი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ივან ჯავხიშვილი რომ გააგდო უნივერსიტეტიდან, ზუსტად იგივე პროცესი ხდება ახლა და ყველა ის აკადემიური პერსონალი, რომელიც ჩუმად არის მალაქია ტოროშელიძის გზის გამაგზელებლები, რომლებმაც დაანგრიეს და გადააქციეს ქართული განათლების სისტემა რაღაცა საბჭოთა მავნებლობად, რომლიდანაც ჩვენ ძლივთ დავიწყეთ გამოძრომა, მათ შორის საერთაშორისო კავშირების და განათლების ინტერნაციონალიზაციის დახმარებით და ახლა ქართული ოცნება ცდილობს, რომ დააბრუნოს ეს კორუფციული პერიოდი, პოსტსაბჭოთა პერიოდი, როდესაც უნივერსიტეტის დიპლომს არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა და უფრო მეცაც ვიტყვი, თუ ეს მავნებლობა გაგრძელდება, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ახალი ქართული დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებით იქნება უამრავი პრობლემა დასავლეთში. ესეც მორიგი დაბრუნება 90-იანებში. კეითილი, ბატო გიორგი, აი დრო რომ სწორად გავანაწილოთ, დღეს პარასკევია და ამ კვირის სხვა აქტუალურ საკითხებსაც მინდა რომ დავუთმოთ ცოტა დრო, მათ შორის კონგრესის ადმინისტრაციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ საქართველოში და აი გითხარით ამ ვიზიტის შესახებ თქვენი პოზიციაც. მეორე მხრივ, სხვა შორის კითხვა ისიც, რატომ დაამთხვია ქართულმა ოცნებამ დაანონსებული ცვლილებების გამოცხადება სწორედ კონგრესის თანამშრომლების ვიზიტს. სხვა შორის, ცალკეული პოლიტიკოსი, მაგალითად აი ზურაბ ჯაფარიძეს ვგულისხმობ, ფიქრობს, რომ ეს არ უნდა იყოს შემთხვევითი და რომ ეს არის სწორედ მიზანმიმართული დამთხვევა, გულისხმობ ბრიფინგის გამართვას აი ამ ვიზიტის პარალელურად. თქვენ რას ფიქრობთ ამ თვალსაზრისით, რამდენად შეიძლება ბრიფინგის დრო და დღე შერჩეული ყოფილიყო სპეციალურად აი სწორედ კონგრესის თანამშრომლების ვიზიტის ფონზე და თუ კი ეს თქვენი აზრითაც ასე შეიძლება იყოს, მაშინ რა მესიჯს უგზავნის ამით ქართული ოცნება ამერიკას? მე ვიტყოდი, რომ არა მარტო ამერიკას, ასევე ევროპის კავშირს, იმიტომ რომ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო ასევე იმართებოდა ზუსტად ამ მოვლენების გათვალისწინებით, როგორც ჩანს ივანიშვილი ცდილობს, რომ მიიპყროს ან შეერთებული შტატების, ან ევროპელების ყურადღება. იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ ოცნებას არავინ არ ელაპარაკება, ევროიზოლაცია იყო მათ მიერვე გამოწვეული, ევროიზოლაცია ღრმავდება, ჩვენ ხედავთ, რომ კავკასიაში მოვლენები საერთოდ განსხვავებულად ვითარდება, როგორც ჩვენი ორივე მეზობელი, როგორც აზერბაიჯანი, ასევე სომხეთი, შორდება რუსეთს და ცდილობენ, რომ სუვერენული საგარეო პოლიტიკა გაატარონ, დამოუკიდებელი რუსეთისგან და ამ კონტექსტში აზერბაიჯანის ახლოვდება დასავლეთთან, სომხეთის ახლოვდება და ერთ-ერთი ქართული ოცნება აღრმავებს აი ამ ანტიდასავლურ რიტორიკას, იღებენ სულ უფრო და უფრო მეტ ანტიდემოკრატიულ კანონს და ზოგადად აღრმავებენ ევროიზოლაციას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ამ კანონების მიღება და კონგრესის სტაფერები იქნება, ევროპული საბჭო, ყველაფერი არის სიგნალი, ყველაფერი არის მცდელობა, რომ ქართულ ოცნებას მიაქციონ ყურადღება და ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ვერ ახერხებენ ვერც ტრამპთან ურთიერთობის დამყარებას ბოლო დროის განმავლობაში უამრავი მცდელობის მიუხედავად და მით უმეტეს ევროპელებთან, რომლებთანაც ურთიერთობა თავად გაიფუჭეს. აი ვნახოთ უახლოეს პერიოდში რა რეაგირება მოუწევს ქართულ ოცნებას ამ ყველაფერს. ხო, აი ამერიკის კონგრესის თანამშრომლები საქართველოს შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციას ვაშინგტონში ჩაიტანენ. რა შეიძლება იყოს ვაშინგტონის რეაქცია, მოდით ამ კითხვასაც დაგისვათ და რატომ? გუშინ ცალკეულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სწორედ კონგრესის თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ამერიკის ორივე პალატა ისია განწყობილი საქართველოსთან მიმართებაში, როგორც უნდა იყოს და რომ ყველაფერს მიიღებენ მხედველობაში და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგება. აი თქვენ თუ ხედავთ საფუძველს, კეთდებოდეს განცხადებები, რომ ამერიკიდან ქართული ოცნების მისამართით შესაბამისი ანუ კაცრი ნაბიჯები იქნება. ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ოცნების მცდელობებმა დაამყარონ კავშირი ამერიკელებთან, არაფრით არ დამთავრდა. ვერაფერი ვერ მიიღეს, ერთადერთი მათი წარმომადგენელი, ტალიაშვილი, მან მიიღო ტრამპისგან კეპი.
აი ეს არის ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკის ერთადერთი წარმატება ვაშინგტონში, რაც ტრაგიკული არის, იმიტომ რომ მთლიანად ქვეყნის ეროვნული ინტერესები ზიანდება ამ ყველაფრის შედეგად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიმუშაონ პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით. აქამდე ჩვენ ნახეთ, რომ ძალიან ბევრი საკითხი იყო იგივე ვენესუელასთან მიმართებით, იგივე ირანთან მიმართებით, იგივე JD Vance-ის ჩასვლა სომხეთსა და აზერბაიჯანში და აქამდე საქართველოსთან მიმართებით უშუალოდ პოლიტიკა არ ყოფილა შემუშავებული. იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ დავინახავთ ამერიკელების პოზიციონირებას, როგორც ქართულ ოცნებასთან მიმართებით, ასევე ზოგადად მთლიანად კავკასიაში მიმდინარე პროცესებთან და ამ შემთხვევაში მე ნაკლებად ველოდები, რომ ოცნებას აქვს პოტენციალი, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები ბრჭყალებში დაალაგონ, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს შარშან 20 იანვარი როგორ უნდოდათ და იფიცებოდნენ და ამბობდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, წლისთავი არის უკვე ამ თარიღის, ვერაფერი ვერ მოახერხეს. ამიტომ ოცნებას შეერთებულ შტატებთან მიმართებით პოტენციალი ნაკლებად აქვს, მოდი ესე რბილად ვთქვა. კეთილი და ბოლოს, რადგან მიმდინარე კვირის აქტუალურ საკითხებს კიდევ ერთხელ ვაჯამებთ, ერთი კითხვა დავსვათ საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნაზე, რა გადაწყვეტილების შესახებაც სწორედ ამ კვირაში გახდა ცნობილი. საზოგადოებამ იცის, რომ ეს პოსტი ღიად იყო დატოვებული ფაქტობრივად ომის დაწყებიდან მოყოლებული 2022 წლის თებერვალის ბოლოს დაიწყო უკრაინაში ომი, მარტის დასაწყისში კი ზელენსკის გადაწყვეტილებით კონსულტაციებისთვის გაიწვიეს ელჩი და მას შემდეგ თბილისში აღარც დაუბრუნებიან. ეხლა ვისმენთ შეფასებებს, რომ მიუხედავად ქართული ოცნების რიტორიკისა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არჩევანი ხალხებს შორის ურთიერთობების გაგრძელების აუცილებლობაზე გააკეთა და მისი გადაწყვეტილებაც ამ ჭრილში უნდა დავინახოთ. თუმცა თუ ელჩის 4 წლის შემდეგ დანიშვნა უკრაინის მხრიდან კეთილი ნების ჟესტია, მაშინ ისმის კითხვა სად იყვნენ აქამდე. კი, ნამდვილად, მეც ვფიქრობ, რომ ზოგადად საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებისთვის ელჩის ყოფნა საქართველოში არის მნიშვნელოვანი. ჩვენ და უკრაინას ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს. მე მგონი ძალიან ცოტა ქართველი არის, რომელსაც უკრაინის გმირული ბრძოლა საკუთარი დამოუკიდებლობისთვის არ არის შთამბეჭდავი და ამიტომ, რა თქმა უნდა, დიპლომატიური ურთიერთობების არსებობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი როგორც თბილისისთვის, ასევე კიევისთვის. სად იყო უკრაინა? აქამდე უკრაინა იბრძოდა საკუთარი დამოუკიდებლობის სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად და მე მგონია, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის კულუარული კომუნიკაციები, რომელიც აქამდე არსებობდა ქართულ ოცნებასა და უკრაინას შორის. და ისევე როგორც უკრაინის სახელმწიფოსა და სხვა რა კომუნიკაციას გულისხმობთ, რა კულუარულ კომუნიკაციას? მაგალითად ის, რომ ქართული ოცნება მიუხედავად თავისი ანტიუკრაინული რიტორიკისა, რომელსაც ჩვენ გვესმოდა, ცდილობდა, რომ გაეგზავნა მაგალითად ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში, რაც მომხდარა. ასე რომ აქ ჩვენ ხედავთ, რომ გარკვეული კომუნიკაცია მუდმივად არსებობდა, მაგრამ ამ კომუნიკაციის გადაქცევა საქართველოსთვის სასარგებლო, ან უკრაინისთვის სასარგებლო ქმედებებად აქამდე არ მომხდარა. კიდევ ერთხელ ელჩის დაბრუნება ჩემი აზრით ცალსახად დადებითი არის, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის კომუნიკაცია გაგრძელდეს და არსებობდეს და ასევე ძალიან კარგი დადებითი ჟესტი არის უკრაინული მხარის მხრიდან. კეთილი, მადლობა ბატონ გიორგი, იმისთვის რომ მოხვედით და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. გიორგი მელაშვილს დავამშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ თეონა აქუბარდია შემოგვიერთდება, ასე რომ დაგვაერთეთ. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია ჩვენთან. გამარჯობა თეონა და მადლობა რომ ჩვენთან ხართ. თეონა, ეუთო საქართველოში არსებული ვითარების შესასწავლად სპეციალურ მისიას შექმნის და გამოგზავნის შესაბამისი გადაწყვეტილება 24 ქვეყნის მხარდაჭერით იქნა მიღებული, ამიტომ პირველ რიგში სწორედ ეს გადაწყვეტილება შევაფასოთ და ამ გადაწყვეტილებაზე ვისაუბროთ. ახლა როგორც ვიცით, მოსკოვის მექანიზმამდე 2024 წლის დეკემბრიდან ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში ვენის მექანიზმი ჰქონდა ეუთოს ამუშავებული, თუმცა ამან
თავად ორგანიზაციის შეფასებით არ იმუშავა, ამიტომ გადავიდნენ მორიგ მექანიზმზე, რომელიც აი კიდევ ერთხელ რომ გავახსენოთ მაყურებლებს, იქნება მასში, როცა ქვეყანაში უკვე უკიდურესად გართულებულად ითვლება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული სიტუაცია. რას მიანიშნებს პრეცედენტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში შეიქმნა და შესაბამისად როგორ გამოიყურება ჩვენი ქვეყანა აი უკვე საერთაშორისო საზოგადოების თვალში დღეის მდგომარეობით. კი ბატონო, დავიწყოთ იმით, რომ საქართველო არის EUTHOS წევრი, საქართველოს აქვს ვალდებულება აღებული, რომ დაიცვას ფუნდამენტური უფლებები და შესაბამისად ეს ამ ვალდებულების დაცვის ირგვლივ ამ მექანიზმის ამოქმედების წამსძამი უკვე ჩართულია. მე მინდა გავახსენო საზოგადოებას, ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბრის ბოლოს 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ და კოალიციამ, ალბათ გახსოვთ, არჩევნების შემდგომ ერთობლივად მიმართეთ EUTHOS მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების მიზნით. მაშინ მე გახდეთ გახარია საქართველოს გუნდიდან ამ ბრიფინგზე და ვენის მექანიზმის შემდგომ უკვე მოსკოვის მექანიზმის გამოყენება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ მძიმე ვითარებას ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებების კუთხით, რომელიც საქართველოში არის შექმნილი. სულ რამოდენიმე პრეცედენტი არის ამ მექანიზმის გამოყენების. მარტივად შეგიძლიათ ეს ინფორმაციაც ნახოთ. 92 წლიდან მოყოლებული ეს მექანიზმი ძიმე კრიზისების დროს იქმნებოდა. ბოლოს გამოყენებული იქნა ბელორუსში ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფონზე ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან და რამოდენიმეჯერ იყო გამოყენებული უკრაინაში რუსეთის აგრესიის ჭრილში უკრაინის მხრიდან მოთხოვნილი ეს მექანიზმი. ამიტომ რაც შეეხება ვადებს, მათ შორის ამ მექანიზმის ესეც ძალიან სწრაფი რეჟიმი არის. თქვენ ნახავთ ამ ინფორმაციას. ქვეყანაში იგზავნება 1-დან 3 ექსპერტამდე. მათ შორის არ არის სავალდებულო ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობა EUTHOS-თან. შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება უარს იტყვის თანამშრომლობაზე ეს მოკვლევა და ფაქტების ადგენა მაინც შედგეს ექსპერტის მიერ. იგზავნებიან დამოუკიდებელი ექსპერტები 1-დან 3-მდე და ისინი დაახლოებით 2-3 კვირის ვადაში ადგენენ იმ ფაქტებს, რომელიც სადაც აქვს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით ადგილი, რაც თავარია მათ შორის მნიშვნელოვანია ის, რომ ის ექსპერტები და ის არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილზე, რომელიც ინფორმაციას მიაწვიან და შეფასებებს, უნდა იყვნენ ხელშეუხებლები და დაცულები რეპრესიებიდან და შემდგომ უკვე შესაბამისი საბჭო ამ EUTHOS-ზე ხდება ამ ფაქტების ასე რომ ვთქვათ შესწავლის შედეგად განხილვა და რა შედეგი შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს, ესეც აი ეს საინტერესოა და მოდით ამ კუთხით ერთ კითხვასაც დაგისვათ. მაგალითად ნიკა სიმონიშვილი იყო გუშინ საღამოს ჩვენს ეთერში სტუმრად, რომელიც ფიქრობს, რომ რადგან სახელმწიფო გულს უკან დახევის პრაქტიკა არ აქვს და ბოლო 2 წლის განმავლობაში საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს და ყურად არ იღებს, ამიტომ EUTHOS აი ექსპერტების დასკვნა და ანგარიში მიმართული იქნება არა იმდენად ქართული ოცნებისკენ, არამედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ზოგადად საერთაშორისო პარტნიორებისკენ, რომ პოლიტიკური ინსტრუმენტები გამოიყენონ ოცნების წინააღმდეგ. ხო, აი გითხარით თქვენი პოზიცია რა გაგრძელება და მსვლელობა შეიძლება მიეცეს უკვე ამ დასკვნას, როცა ის დაიწერება. ესე იგი, თუ ჩვენ ამ ტემპებს მივყვებით, რაც ამ მექანიზმს აქვს, დაახლოებით ძალიან მოკლე მანძილზე, 2-3 თვეზე, როგორც არის პრაქტიკა, იქნება უკვე შესაბამისი, ასე ვთქვათ, ვერდიქტი გამოტანილი, დადგენილი ფაქტები და ამ ფაქტებს შექრება შემდეგი განზომილება გამოყენების კუთხით. ეს არის საერთაშორისო სასამართლოები, სადაც იქნება ეს დასკვნები გამოყენებული საქართველოსთან მიმართებაში და ეს არის სანქციების რეჟიმი, რომელიც შემდგომ კიდევ უფრო მარტივდება მისი დაწესება, როდესაც ეს მექანიზმი არის გამოყენებული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მოსკოვის მექანიზმის შედეგი იქნება მტკივნეული ივანიშვილის რეჟიმისთვის და მათ შორის დამხმარე იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც რეპრესიებს უწყობს რეჟიმი იმისთვის, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და იცავენ საქართველოს კონსტიტუციას. ახლა ბოლო ცვლილებები, რაც ჩვენ ვნახეთ გრანტების კანონში დაინიცირება
დაკავშირებული აუქმებს საერთოდ საქართველოს მოქალაქეობის უფლებას და კონსტიტუციას საბოლოო ჯამში თავზე ახევს ყველას, მით უფრო მაშინ, როდესაც კანონში ჩანაწერი არის, რომ უკუძალოდაც კი ანიჭებენ ამ კანონს და არა ამოქმედების შემდგომ ითვება წამზომი, სადაც მოქალაქეებს 6 წელი ციხეში გაუშვებენ. აღარ ვსაუბრობ პოლიტიკურად აქტიურ პირებზე, ვსაუბრობ მათ შორის მოქალაქეებზე, აი ძალიან მარტივად და მოკლედ რო ვთქვათ, აი გუშინ გავაზიარეთ ჩემს სოციალურ ქსელში, შატილში ძალიან კარგი ახალგაზრდა კაცს აქვს კაფე კოშკებში, სადაც ხეზე არის Wi-Fi-ის სახელი და პაროლი ამოტვიფრული და სადაც წერია რომ აფხაზეთი საქართველო. ეს მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც საერთაშორისო დონეზე არის დადგენილი, შესაძლებელია მას ჩაუთვალონ როგორც აზრის გამოხატვა არა იმ საქმიანობაზე, რომელსაც ის ახორციელებს, ანუ კაფეს მართავს, არამედ პოლიტიკური და შესაძლებელია დააჯარიმონ პირველად ჯერზე 20,000 ლარით და შემდგომ 40,000 ლარით. ექსპერტი, რომელიც გამოაქვეყნებს თავის სტატიას ან მოსაზრებას საზღვარგარეთ და თუნდაც სულ რომ არა იყოს ამ ყველაფერში ანაზღაურება, ჯამაგირი და თუ ის გამოთქვამს საჯაროდ კრიტიკას თუნდაც კორუფციასთან დაკავშირებით შესაძლებელია 6 წელით გაუშვან ციხეში სტუდენტი, რომელიც იღებს კონკრეტულ ცოდნას და დადის საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა თემის ირგვლივ, ასევე შესაძლებელია გაუშვან 6 წელით ციხეში. აღსაუბრობ იმაზე, რომ ორგანიზაციებში, სადაც არის უცხოური დაფინანსება 20%-იანი, მათ შორის არაპოლიტიკური, ამ ადამიანებს 8 წლით ერთმევათ უფლება, რომ პოლიტიკური პარტიის წევრები გახდნენ და როდესაც პოლიტიკური პარტიების გაუქმების განაცხადა საკონსტიტუციო სამართლოში ივანიშვილის რეჟიმს შეტანილებს და ვიცით რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული როცა მათ დასჭირდებათ სამომავლო პერსპექტივასაც კი რომ ახალი პარტია შეიქმნას ან ახალ პარტიაში წევრები შევიდნენ ამ პერსპექტივასაც პოლიტიკური კონკურენციის საფრთხეს ხედავს სამხედრო სექტორისა და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების აქტიური პირებს, იმიტომ რომ მართლაც ჩნდება კითხვა, რატომ შეიძლება აშინებდეს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წარმომადგენლები ქართულ ოცნებას და შესაბამისად ნებისმიერი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა. იქნება ეს კორუფციული ფაქტები, იქნება ეს გარემოს დაცვა, იქნება ეს მათ შორის ჯანდაცვის პოლიტიკა, რომელიც საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე აყენებს თითოეულ მოქალაქეს. იქნება ეს მათ შორის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ნებისმიერი რამ, აი მე რომ დავწერო სტატია ოკუპაციის პროცესში რა ვითარება არის მოქალაქეებისთვის, ამასთან დაკავშირებითაც რა თქმა უნდა იქნება და ძალიან მნიშვნელოვანი რა კიდევ ერთი დეტალი, თუ აქამდე თქვენ გახსოვთ რაზენა კუპრაშვილის კანტორა აჯარიმებდა, აყადაღებდა, ანგარიშებს, მათ შორის ფიზიკური პირების არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების იმ მოტივით, რომ ისინი იყვნენ საარჩევნო ესე იგი პირები, რომლებსაც ჰქონდათ საარჩევნო პოლიტიკური ამბიციები, თუ რაღაცა ეგეთი ტერმინი იყო, ეხლა უკვე კანონში შედის ცვლილება და იქნება პარტიულ პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტია. ამ შემთხვევაში ჩემ მაგალითს გეტყვით, მე არ გახლავთ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი პარლამენტის წევრი, მე ამ ზონაში ვხვდები და მათ შორის ყველა მოქალაქე, რომელიც აპროტესტებს კონკრეტულ საკითხებს, შესაძლებელია ჩაითვალოთ როგორც პარტიულ პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტად, მიუხედავად იმისა, აპირებენ თუ არა ისინი არჩევნებში მონაწილეობას და ჩვენი პერსონალური ინფორმაცია არა მხოლოდ საბანკო ანგარიშების, სასამართლოს გარეშე იქნება მიწოდებული აუდიტის სამსახურისთვის, ისინი რუტინულად შეამოწმებენ ყველა ჩვენს არა მხოლოდ ფინანსურ მდგომარეობას, არამედ პერსონალურ პირად ცხოვრების დეტალებსაც კი სამედიცინო ინფორმაციის ჩათვლით და გამოიყენებენ ჩვენს წინააღმდეგ და თქვენ თუ გახსოვთ მათ შორის აი ახლა ბოლოს უკვე სუსის თანამშრომელმა, რომელმაც როგორც გვითხრეს თავი მოიკლა სუსის წინ და
გაურცელეს მას მისი პერსონალური ინფორმაცია ჯანმრთელობის ირგვლივ, ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელება იქნება ნორმა. ამიტომ ეს არ ეხება მხოლოდ აქტიურ პოლიტიკურ პირებს, ეს ეხება ზოგადად მოქალაქეებს და მათ შორის მეწარმეებს და ბიზნეს პირდაპირ ეუბნებიან, რომ არ შეიძლება ხმის ამოღება. მეწარმეებზე გკითხავთ იქამდე არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ჩაგეკითხებით, იმიტომ რომ შევხედოთ რას ამბობენ ქართულ ოცნებაში და გეტყვით რომ მმართველი პარტიის ესე ვთქვათ განმარტებით ცვლილებების მიზანია აქამდე მიღებული კანონების გვერდის ავლის გზების ამოქოლვა, ანუ ხელისუფლების შეფასებით ორგანიზაციები მაინც პოულობდნენ გამოსავალს იმისთვის რომ ფუნქციონირება გაეგრძელებინათ. სხვა შორის რიგი ორგანიზაციები, როგორც ვრცელდებოდა ბოლო პერიოდში ინფორმაცია, მართლაც უცხო ქვეყნებში რეგისტრირდებოდნენ, რა შესაძლებლობაც ახლა უკვე მათ ექნებათ წართმეული ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ. პოზიციის გამოხატვა არის აბსოლუტურად სხვა. აი ამის შემდეგ, მოკლედ ამის კითხვა მინდა, არასამთავრობო ორგანიზაციებს საქმიანობის გასაგრძელებლად რა გზები და შესაძლებლობა შეიძლება დარჩეთ და არ ვიცი რა არის კიდევ შესაზღუდი და ამოსაქოლი, მოდით ესეც. ძალიან მარტივი არის ამისი მაგალითი რუსეთში. რუსეთში დაიწყო 2012 წელს აგენტების კანონის მიღება და პუტინმა 2022-ში, როდესაც ცვლილებები შეიტანა, თქვენ თუ ნახავთ რუსულ გამოცდილებას, იქ აბსოლუტურად დასრულდა ყველაფერი, არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ან საერთაშორისო ორგანიზაციების მოქმედება, არამედ ზოგადად პოლიტიკური ცხოვრება და ამ გზით მიიყავს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს. ერთ-ერთი იდენტურია რუსეთის გზა ამ კუთხით სამოქალაქო უფლებების ჩახშობის იმ მოტივით, რომ ისინი გამოხატავენ პოლიტიკურ აზრს და პოლიტიკა არის ყველაფერი, პოლიტიკა არის ჯანდაცვა, პოლიტიკა არის განათლება, როდესაც დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მათ შორის ტექნიკურ უნივერსიტეტს აუქმებენ და ზოგადად ართმევენ მოქალაქეებს უფლებას, რომ ისწავლონ იმგვარად, რომ შემდგომ დასავლეთში შეძლოს სწავლის გაგრძელება, როდესაც მოქალაქეობის საგანს აუქმებენ და შემდგომ უკვე გრანტების კანონით მოქალაქეობასაც აუქმებენ, შესაბამისად ეს არის ჩვეულებრივად რუსული გზა და თუ ჩვენ საუბრობთ, რომ რატომ იყო ეს კანონი რუსული, ზუსტად იმიტომ, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ უკვე ბოლო ცვლილებებით და განსხვავება არის ერთი ის, რომ რუსეთს თუ დასჭირდა 2012 წლიდან 20-22 წლამდე 10 წელი ამ ეტაპამდე მისასვლელად ივანიშვილის რეჟიმს სულ რაღაც 2 წელიწადში ეს ყველაფერი შეძლო. და ერთ დავამატებ თუ შეიძლება კიდევ. არავინ არ იფიქროს, რომ გრანტების კანონის მიღებით სრულდება პროცესი. მას შემდეგ, რაც რუსული კანონები ჩვენ ცხოვრებას შევეგუებით, თუ შევეგუეთ და მე ვფიქრობ, რომ არ უნდა შევეგუოთ, რუსეთი საბოლოო სვლას გააკეთებს საქართველოში და საბოლოოდ მოხდება საქართველოს გაფორმება რუსული გავლენის სფეროში, რაც ახლა de facto არის, თუმცა de jure და არავინ არ იფიქროს, რომ ივანიშვილის ყმობა არის ბოლო ეტაპი, აუცილებლად რუსეთის ყმობით დამთავრდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რუსული კანონებით ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ყმობას, რაც ჩვენ გამოვიარეთ, რაც ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად შევცვალეთ და სადაც ახლა გვაბრუნებს ივანიშვილის რეჟიმი ამ ტიპის კანონებს. მინდა რომ მეწარმეებთან დაკავშირებულ ცვლილებებზეც კითხოთ და ამით გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით დაანონსებული რეგულაციების საკითხი ამოვწუროთ. გავახსენოთ მაყურებლებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდაღუებათა კოდექსში დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდაღუება მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან და კი ბატონო 20-დან 40,000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. აი ძალიან მარტივად გეტყვით, ძალიან ბევრი გახსოვთ თქვენ ალბათ დაანონსებული ცვლილებები. აი ხელისუფლებას ახლა როგორც ამბობენ, ბიზნესის კონტროლის და ბიზნესზე ზემოქმედების ინსტრუმენტები ისედაც აქვს. ხო, მაშინ რატომ ეს ცვლილება და რას ნიშნავს ეს ცვლილებები პრაქტიკაში? ბიზნეს პოლიტიკაზე საუბარს უკრძალავენ, შეგვიძლია ეს რეგულაცია ასე გავიგოთ? ბიზნესს უკრძალავენ ხმის ამოღებას და აქ არ არის საუბარი მსხვილ ბიზნესზე, არის საუბარი ზოგადად, მთლიანად მეწარმეობაზე. ხო, ჩვენ გვითხრა
ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელმა, რომ ინდმეწარმეებზე არ გავრცელდებოდა. დათვალეთ, რამდენი შპს არის საქართველოში და რამდენს აქვს კრიტიკული აზრი. მათ შორის შესაძლებელია მათ ქონდეთ კრიტიკული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ სუსი შედის მათ ბიზნესებში და ხდება სუსის მეთოდებით გარკვეულწილად ზემოქმედება სხვადასხვა ტიპის საქმიანობაზე, ხო? მიუხედავად იმისა, რომ კი ბატონო, ძვირი ფასები ყველას გვადარდებს, მაგრამ სუსის მეთოდებით ძვირი ფასების გაიაფება არ ხდება და ყველა მე ძალიან კარგად ვიცით. შესაბამისად, როდესაც შეპასების კონტროლი ხდება ამ ხილთ, მათ შორის ძალიან ბევრ ადამიანს აქვს შეპასე და აწარმოებს მცირე, ასე რომ ვთქვათ, ბიზნეს, ხო? მათთვის პოზიციის გამოხატვა თუნდაც იმაზე, რომ აფხაზეთი საქართველოა, უკვე არის დასჯადი და ეს მათ დაუჯდება 20,000 ლარი. მე აღარ საუბრობ სხვა დეტალებზე. აქ საუბარი არის მათ შორის, როდესაც აქცენტია გაკეთებული საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ჩამოყალიბებაზე, შეცვლაზე. აი, ჩამოყალიბებაზე ვლაპარაკობ, ან მათ შორის ვითარებაზე, როდესაც საქართველოს აქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, როდესაც მოქალაქეებს იტაცებენ საოკუპაციო ხაზიდან ლამის ყოველდღიურად, როდესაც გვაქვს ბორდერიზაცია, მცოცავი ანექსია, ამაზე პოზიციის გამოხატვა თუნდაც სოციალურ ქსელში და ჩვენ ხედავთ, რომ Facebook-ში გამოქვეყნებული სტატუსების გამო ადამიანებს აჯარიმებენ და ციხეში უშვებენ, ეს უკვე ხდება დასჯადი და ეს არის ზოგადად დაშინების მეთოდი, რომ არავინ არ გაბედოს ხმის ამოღება, ან ის ადამიანები, რომლებიც აქამდე ამას აკეთებდნენ, უნდა დატოვონ ქვეყანა და ეს არის ის რუსული გზა, რომელიც რუსეთმა გაიარა და სადაც ძალიან ძიმია მოქალაქეებისთვის ცხოვრება ამ პირობებში. რამდენიმე წუთი დაგვჭირდა და მინდა რომ ბოლოს უკვე განათლების რეფორმაზეც ვისაუბროთ, გარკვეულწილად შეაფასეთ კიდეც დაანონსებული ცვლილებები, თუმცა ცოტა რომ გავშალოთ ეს თემა, მით უმეტეს რომ კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ გაიგო გუშინ საზოგადოებამ ხო იღებულია თსეუს და სეტეუს ორი ყველაზე მსხვილი და ამავე დროს 100-წლოვანი უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება. ხა თავად მთავრობა ამტკიცებს, რომ ორი ავტორიტეტული და დიდი ისტორიის მქონე საგანმანათლებლო სტრუქტურის შერწყმა რაციონალურს გახდის უმაღლეს სასწავლო პროცესს, ფაკულტეტებს და ზუსტად დაემთხვევა იმ მონაცემებს, რომელიც ამავე დროს შრომის ბაზარზე აქვს ქვეყანას, თუმცა ოპოზიციაში ისმენთ საპირისპირო შეფასებებს და განცხადებებს, რომ ეს არის არა რეფორმა, არამედ დეფორმა. ხო, აი რას შეიძლება თსეუს და სეტეუს გაერთიანება რეალურად ემსახურებოდეს და ზოგადად მოკლედ უმაღლეს თუ ზოგადი განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმას. ტექნიკური უნივერსიტეტი ფაქტობრივად ამ გადაწყვეტილებით უქმდება და შერწყმა თსეუსთან ნიშნავს ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმებას, რომელსაც აქვს 100-წლოვანი ტრადიცია და რომლის გაუქმება საბჭოთა კავშირს არ გაუბედია და საბჭოთა კავშირის დროსაც კი ეს იყო ორი ცალკე არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამიტომ მათი შერწყმა და ამ კუთხით ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმება პირველ რიგში ემსახურება კონტროლის მექანიზმის გაძლიერებას და იმავდროულად მათ შორის მათ მადას, რომ გქონდეთ, რა თქმა უნდა, დამატებითი შენობები გასაყიდად. ჩვენ ვნახეთ, რომ დაანონსებული რეფორმის კონცეფციის პირობებში უკვე თსეუს ერთ-ერთი კორპუსი გადაეცა სხვა კერძო უნივერსიტეტს და ესეც გარიგების და მათ შორის აჩვენებდა განზრახულობას და ეს არის მათ შორის ის, რომ როდესაც შრომით ბაზარზე ლაპარაკობენ, ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს ვინსად უნდა ისწავლოს, ვინ არ უნდა ისწავლოს. 150 ინჟინერი თუ გჭირდება 700 ინჟინრის სწავლა, რატომ უნდა დავაფინანსოთ, როცა ამდენს რეალურად ვერ დავასახელოთ. არჩევანს მათ შორის არა მხოლოდ ჩვენ გვისპობენ, არამედ მომავალ თაობას და როდესაც ადამიანი წყვეტს პროფესიის მიღებას და ზოგადად გეგმავს ცხოვრებას, ამაში ერევა ივანიშვილის რეჟიმი და ეს არის ძალიან მარტივი დემონსტრაცია. აი კონტროლი ახსენეთ და ამ კუთხით ჩაგეკითხებით და ამით დაგემშვიდობებით, რატომ დასჭირდა სახელმწიფოს უნივერსიტეტების მოთვინიერება რა შეფასებებით ოპოზიციაში. თქვენ თუ გახსოვთ დამოუკიდებლობის მოძრაობა 90-იანებში, მთავარი ცენტრი ამ კუთხით იყო უნივერსიტეტები, იყვნენ პროფესორები, ლექტორები და იყვნენ სტუდენტობა. მათ შორის რუსული კანონის პროტესტის დროს ასევე
მთავარი ბირთვი პროტესტის იყო სტუდენტობა. სტუდენტების პროფესორების მოთვინიერება ზოგადად დასავლეთისგან აკადემიური სივრცის ჩამოშორება და მათ შორის აკადემიური თავისუფლების გაუქმება ეს არის გზა გრძელვადიანი მორჩილებისა და იმ ყმობის, რომელსაც ივანიშვილი თითოეულ მოქალაქეს საქართველოში, როგორც თავის ბიზნეს კორპორაციაში, ასე რომ ვთქვათ, ეპატიჟება. შესაბამისად, აქ ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი, ამ ყველაფრის ან შევეგუებით და ვიქნებით ივანიშვილის და შემდგომ უკვე რუსეთის ყმები გაფორმებულად, ან გავწევთ წინააღმდეგობას პირადი რისკის ფასად, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის იმ ტიპის ცვლილება და კანონი, რომელსაც აი ესე უბრალოდ სტუდიებში საუბრით უნდა შევხვდეთ, ამას ჭირდება წინააღმდეგობა და მე ვფიქრობ, რომ ეხლა არის საბოლოო მომენტი ამ წინააღმდეგობის გაწევის და მათ შორის გაზიარების მოქალაქეებისთვის, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აყენებს თითოეულ მოქალაქეს, არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორს, არა მხოლოდ მედიას, არამედ თითოეულ მოქალაქეს, იმით რომ მათ ართმევენ მოქალაქეობას. მადლობა თეონა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. დღის ნიუსრუმი ამით დასრულებულია სამუშაო კვირაც შესაბამისად ერთმანეთს ორშაბათიდან შევხვდებით. ნახვამდის.